ეს არის ძალიან მარტივი და მკაფიო გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი მხრივ ქართულ ხალხს და ჩვენს დემოკრატიას გააჩნია აბსოლუტური და უპირობო მხარდაჭერა, ხოლო მეორე მხრივ აი დე-ფაქტო რეჟიმს, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება, შეცვალა საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორი, რომელმაც რეალურად ეს ქვეყანა დაატყვევა, არ გააჩნია და არ ეკრება არავითარი მხარდაჭერა არსებული კურსის შენარჩუნების პირობებში. ეს არის განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ კარი არის ღია, მაგრამ ამ კარში ვერ შევა ქართული ოცნების რეჟიმი. ამ კარში შეიძლება შევიდეს ქართველი ხალხი, მაგრამ არა ამ რეჟიმით და არა ამ არსებული პოლიტიკური კურსით. მე კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი და ამით უპასუხო ქართული ოცნების პროპაგანდას, რომელიც ამბობს, რომ თუმე ბრიუსელს დაუხურავს კარი. ეს არის ტყვილი. ბრიუსელი კიდევ ერთხელ გვეუბნება, რომ კარი არის ღია, მაგრამ ამ კარში შედის მხოლოდ სწორი გზა, გამრუდებული ქოცური გზა მიდის აშხაბადში და მიდის სხვა ავტოკრატიული დედაქალაქებისკენ, მაგრამ არ მიდის ბრიუსელისკენ, ბერლინისკენ, პარიზისკენ, რომისკენ და არ მიდის იმ ქრისტიანული ლიბერალური თავისუფალი ცივილიზაციისკენ, რომელიც არის ევროპულ კავშირში და ეს ცივილიზაცია ამავე დროს არის ყველაზე ხანგრძლივი მშვიდობის მქონე პოლიტიკური პროექტი. ევროპულ კავშირზე უფრო მნიშვნელოვანი და უფრო ხანგრძლივი სამშვიდობო პროექტი არ არსებულა ისტორიაში. ამიტომაც მშვიდობის ფარსი და პროპაგანდა მომენტალურად ემხობა, როგორც კი გავიხსენებთ, რომ ევროპულ კავშირზე უფრო დიდი და მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი და სტაბილური სამშვიდობო პროექტი არ არსებულა საერთოდ კაცობრიობის ისტორიაში და არც ევროპის კონტინენტზე რეალურად, რომელიც ხასიათდებოდა მართლაც ომით, ქაოსით, სხვადასხვა ჰეგემონების, ესე იგი, კონკურენციით და რომელსაც რეალურად არ ქონდა სტაბილურობა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და ამ პროექტმა შეძლო ევროპულმა კავშირმა, რასაც საბოლოოდ ევროპული კავშირი ეწოდა, რომ ევროპის კონტინენტზე ყოფილიყო ამდენი მშვიდობა, კეთილდღეობა და სტაბილურობა. და რეჟიმი, რომელიც გვესაუბრება თურმე უნდა მშვიდობა, ნდობა, სტაბილურობა და სხვა, ამ დროს ამას ეუბნება უარს და მიდის და ირანის და პაკისტანის და არ ვახსენებ რუსეთის, ოკუპანტი რუსეთის ლიდერებთან ერთად პოზირებს. და იქაც რო პოზირებს, პოზირება კი არაა პრობლემა. აი ამ დასავლურ სივრცეს, ამ ვექტორს იმით რო გვინაცვლებს ვითომ, ეგ არის პრობლემა. თორე შეიძლება მეც ყოფილიყავი პირობითად რაღაც მსგავს შეხვედრაზე, ხო, მაგრამ არ ყოფილიყავი რუსი ირაკლი კობახიცის მსგავსად. კი ბატონო, ანუ გრიგო აშხაბადში ფორუმზე ყოფნაში პრობლემას ვერ ხედავთ და პრობლემას ხედავთ, რომ მაგალითად ბრიუსელში არ არის და ამის ნაცვლად სწორედ აშხაბადში იმყოფებოდა ფორუმზე, სწორად გავიგე? აშხაბადში პრობლემას ვხედავ და ეხლა ვთქვი რომ ხედავ და წინა დღეებში ვთქვი რომ ხედავ, მაგრამ უფრო დიდ პრობლემას, ბევრად უფრო დიდ პრობლემას, ვიდრე უბრალოდ აშხაბადში ყოფნა, მე ვხედავ იმაში, რომ აშხაბადით, აი ამ კოლექტიური გეოპოლიტიკური აშხაბადით სურთ ჩაანაცვლონ ევროპული კავშირი. ნატო და ის ღირებულებითი გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული მიმართულება, რაც ჩვენ ოდითგანვე გქონდა და რაც უნდა გქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ საგარეო პოლიტიკას ცხადია ჭირდება რევიზია და ეს მე გაკეთებული მაქვს ლელო საგარეო პროგრამის შემთხვევაში, ყველა სულ შემიძლია ვაჩვენოთ, ჯერ კიდევ 2 წლის წინ მიმდინარე მოვლენების პარალელურად ჩვენ დროსთან ადეკვატური საგარეო პოლიტიკა გქონდა უკვე, რაც ინარჩუნებს ევროპულ კავშირში და ნატოში ინტეგრაციას როგორც მთავარ მიმართულებას, მაგრამ ამავე დროს პარალელურად იჩენს პასუხისმგებლობას. რაღაცა იდეა ფიქსი კი არ ყინავს, რომ გინდა თუ არა მარტო აქ უნდა შევიდე, არა, აჩვენებს, რომ ჩვენ გვესმის ნიუანსირებულად საგარეო პოლიტიკა და ჩვენ რო ვიყავთ დღეს ხელისუფლება, ვიცით, როგორ შევინარჩუნოთ მშვიდობას და როგორ შევიდეთ ახალ ისეთ გარდამავალ ფორმატებშიც, სადაც ყოფნა შავი ზღვის აუზის წიაღში იქნება, თუ უფრო ფართო რეგიონის წიაღში იქნება, არის ჩვენი სახელმწიფოსთვის კარგი. მშვიდობისთვის კარგი, კეთილდღეობისთვის კარგი. და ეს ქოცური ვითომ მშვიდობა უნდათ, არის ტრაფარეტი, ეს მინდა ვამხილო. და აშხაბადში შეიძლება მე ჩავსულიყავი, მთავრობის წარმომადგენელი ყოფილიყავი, ხო, გააჩნია კონტექსტ იმ მომენტში. მაგრამ მე არ ვიქნებოდი რუსი კობახიცისავით და უფრო მთავარი პრობლემა არის ჩანაცვლება. პირველი პრობლემა არის ჩანაცვლების ამბავი, რომ აშხაბადით გვინაცვლებენ აი იმას, რაც გვაქვს ისტორიულად არჩეული. მეორე არის ცივილიზაციური არჩევანის ღალატი, იმიტომ რომ აშხაბადი არ არის იმ ღირებულებების გამოხატულება, არც იმ ქრისტიანულის, არც იმ ეროვნულის, არც იმ ევროპულის, რაც ჩვენ როგორც ერს გაგვაჩნია, ჩვენ რაღაცა შემთხვევით კოლექცია ხო არა ვართ ხალხის, ერი ვართ, ხო, ჩვენი გააზრებული რწმენები გაგვაჩნია, ჩვენი გააზრებული ხედვები გაგვაჩნია,
ისტორია გაგვაჩნია, იმიტომ ერს კრავს ისტორია პირველ რიგში. ერი ნიშნავს იმას, რომ მე რო დღეს აქ ვარ, ბაბუა ჩემი, იმის ბაბუა და კიდევ სხვები ასევე არსებობდნენ. დღეს არ ჩამოვარდულა ციდან, დღეს არ დაწყებულა საქართველო და ვიცი რომ ამ ხალხს ჰქონდა გარკვეული პრეფერენცია მიუხედავად თავისუფლებული პოლიტიკისა, ხო? და მიუხედავად აგრესიული იმპერიისა, რომელშიც ჩვენი წიაღრების ნაწილი იყო. მე ვიცი რომ წარმოვადგენ და ვაგრძელებ ხალხს, რომელიც საუკუნეებია რაღაცეებისთვის იბრძვიან. აი ეგ არის ერი და ამ ერს გადაუსვა ხაზი კობახიძემ, რომელსაც თქვა რომ არა, ეგერი აღარ მაინტერესებს. ეგ ცივილიზაციური მიმართულება აღარ მაინტერესებს. მე დავდგები იქ ვიღაცა ავტოკრატებთან. მაგრამ პრაგმატული არგუმენტიც არის ძალიან ძლიერი, რატომაც აშხაბადი ძალიან დიდი შეცდომაა და ძალიან სხვა რაღაცის გამოხატულება. კერძოდ ის, რომ მცირე სახელმწიფო მაგ ტიპის სახელმწიფოებთან თან დიდებთან ვერანაირ ეგრეთ წოდებულ leveraging-ს, ანუ ვერანაირ ბერკეტის გამოყენებას ვერ მოახდენს. სისულელეა მარტივად ნებისმიერ სტუდენტი დამეთანხმება საერთაშორისო ურთიერთობების თუნდაც სისულელეა შენ იყო საქართველოს ზომის, ანუ მცირე პატარა სახელმწიფო, რასაც ქვია, ხო, მეცნიერულად და რაიმე ტიპის ილუზია გაგაჩნდეს, რაიმე ტიპის ილუზია, რომ შენ იქ პაკისტანთან და ირანთან ერთად დადგები და ან მშვიდობაზე, ან ნდობაზე ილაპარაკებ და რამე შედეგს წამოიღებ. ეს არის სისულელე, მაპატიოს ყველა სიტყვა, მაგრამ იდიოტიზმია საგარეო პოლიტიკურად შევხედოთ, რომ გადავდოთ ღირებულებები, გადავდოთ რწმენები, გადავდოთ ისტორია, პრაგმატულადაც იდიოტიზმთან გვაქვს შეხება. და აი ხოცები ისე ფუთავენ, თვითონ ეს არის პრაგმატიზმი, აბა არ გინდა პრაგმატიზმი? ეგ პრაგმატიზმი კი არ არის, ეგ არის სიბრიყვე და იდიოტიზმი. მინდა პირდაპირ ვთქვა, პრაგმატიზმი რა არის? შემიძლია ძალიან კარგად ავუხსნო, მათ შორის აქ და ახლა ქართული საგარეო პოლიტიკა როგორ ნავიგაციას უნდა მიჰყვებოდეს. ეგეც შემიძლია ძალიან კარგად ავუხსნო და დავანახო, ხო? მათ შორის იმ ფონზე, როდესაც ნატოს დიახ აქვს პრობლემები, ვხედავთ, ხო? ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პოლიტიკის კუთხით, თუმცა ეს პოლიტიკა 2 წელში მე ღრმად ვარ დარწმუნებული, შეიძლება კიდევ გადასხვაფერდეს. და ასე შემდეგ, ხო, ისტორიულ დროში შევხედოთ, მაგრამ პრაგმატიზმი ეს არ არის, აი ამას მინდა გავუსვა ხაზი. ეს არის სისულელე. სრული სისულელე მცირე სახელმწიფოს პირობებში ორმაგად და აი დღეს პაპუაშვილმა ბრძანა. დიახ. თურმე თუ გინდა ევროკავშირის ევროპის ცივილიზაციური უბსკრული თუ გინდა ნახო, ევროპარლამენტის სხდომა უნდა ნახო და თუ გინდა რომ ქართული ცივილიზაციის უბსკრული ნახო, უნდა შეხედო პაპუაშვილს. აი ეგ არის ძალიან მარტივი და სამწუხარო რეალობა, რომელშიც ვართ და აი ამ ეს პარლამენტია, რუსთაველის რანომეში ხვდებიან გაუგებარი ადამიანები. აბსოლუტურად წერა-კითხვის უცოდინარი ხალხი რო ხდება და კანონებს იღებს და ამას კიდევ ვიღაც ეგუება. ეს არის პარლამენტი? მადლობა. ეს არის ჭავჭავაძის და თაყაიშვილის ქვეყანა ვართო? და ვინ გიზის ამ დროს ეგრეთ წოდებულ პარლამენტში? ვიღაცა გაუგებარი მოჭიდავეები, ვიღაცა კლოუნები, ტაკი მასხარები და წერა-კითხვის უცოდინარი ხალხი. ამიტომ ეს ყველაფერი რაც ხდება არის ამ ერის მისი ისტორიის, მისი ღირსების ღალატი და ის არაბიზაციაც და ყველაფერი სხვაც, რაც ვყადდეს არის მაგის გამოხატულება სწორედ.